დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუდიაში შემოგვიერთდნენ სტუმრები მოძრაობა კარჯის დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე ჩვენი სტუმარი მოგესალმებით ბატონ ტარიელ ასევე გიორგი შავლაძე იმყოფება სტუდიაში World Octas მენეჯერი ეს არის სავაჭრო ეკონომიკური ქსელი დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ბატონ ტარიელ თქვენგან დავიწყოთ თუ შეიძლება და განმარტოთ მაყურებლისთვის რა არის კარჯი რამდენი ხანია რაც არსებობს და რა მომსახურებას უწევს ქართულ მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოშიც რა თქმა უნდა პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის პირველად თავარ თქვენთან ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მარტივი მისია ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის გაყიდვების და ექსპორტის ზრდა მორჩა ამის ირგვლივ ტრიალებს მთელი ჩვენი საქმიანობა იქნება ეს დეგუსტაცია იქნება ეს ფესტივალი გამოფენა გაყიდვა ონლაინ აქტივობა კატალოგი თუ ნებისმიერი რამე მათ შორის აი ესეც ეს არის ის რაც ჩვენ გვინდა რომ ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ფული პირველ რიგში დავხარჯოთ ქართულ ნაწარმში ვინაიდან როცა ქართულს ვყიდულობთ ხო ჩვენ ვასაქმებთ კონკრეტულ ადამიანს და ის ხელფასღებულობს ჩვენ ვაძლიერებთ კონკრეტულ ქართულ ბიზნესს და ის შემოსავალს ღებულობს და ორივე ნიხტიან გადასახადს და ეს არის ქვეყნისთვის კარგი ეს არის ზუსტად რაც ჩვენ გვინდა და გვინდა რომ ავიყოლიოთ და ეს უკვე ხდება რაც შეიძლება ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია ამას ვაკეთებთ რამდენი ხანია რაც დაიწყეთ ბატონ ტარიელ და 2014 წლის 1 დეკემბრიდან და ჩვენი მოგზაურობა ჩართულობა არის აი ძალიან კარგი მიხარია რომ და ნამდვილად ჯანსაღი კონკურენციაც იქნება ალბათ ხო იცით რა ნეტა იყოს ბევრი კომპანია და ნეტა იყოს კიდევ უფრო მეტი ჯანსაღი კონკურენცია ქართულ კომპანიებს შორის რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურად დახარჯული ფული სთვის იბრძოლონ მათ პირველ რიგში და არა იმპორტმა იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვაქვს ქვეყანაში დიდი პრობლემა ჩვენ გვაქვს ბიზნესში და გარემოს ეკონომიკური ოკუპაცია თითქმის 90% ჩვენ გვაქვს სავაჭრო დეფიციტი შარშამდელი მონაცემით 5 მილიარდ 200 მილიონი დოლარი და ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ რომ ეს არის ის თანხა რომელიც გაედინება ქვეყნიდან ყოველწლიურად ჩვენ გვაქვს სასაცილო ეკონომიკური ზრდა შარშამდელი მონაცემი 2.2% და აქ არ არის ის დრო რომ მარტო უყურო მთავრობას ხელებში რაღაცა უნდა თითოეულმა ადამიანმა აი თითოეულმა თქვენგანმა გააკეთოს იმისათვის რომ საკუთარ თავს მიეხმაროს პირველ რიგში. ამისათვის არის ერთ ძალიან კარგი წამალი ვიყიდოთ ქართული. წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი რა თქმა უნდა. კეთილი, ასე ბატონ გიორგისაც ვკითხავ, კარჯისთან დაკავშირებით უშუალოდ თქვენი ჩართულობამ და რა შეეხმარებით თქვა და შემდეგ გადავიდეთ ცნობიერებაზე, თქვა რატომ არის ის რომ ნაკლებად ვირჩევთ ხოლმე ქართულს. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევს სტუდიაში. როგორც ასეთ World Octa, ეს არის სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური ქსელი. ჩვენ შაშან 2016 წლის ოქტომბერში დაუკავშირდით ტარიელს ჩვენ ცნობა გქონდა იმისა რომ იმართებოდა საერთაშორისო ღონისძიება Expo Food 2016 გამოფენა სადაც დაუკავშირდით კარჯის წარმომადგენელ ბატონ ტარიელ ზივზივაძეს და ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ ეს უდიდესი საქმე სამხრეთ კორეაში წავიდეთ 124 ნაწარმი 46 მწარმოებელი კომპანიისა ეს მართლა ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ ჩვენ შარშან და რაც თორე გრძელდება ეს ყველაფერი წელსაც ვემზადებით უკვე მომდენო ექსპორტის ასე რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის არამხოლოდ ქვეყნის შიგნით ქართული ნაწარმის გაყიდვები არამედ ის რომ ჩვენთან რაც არის კარგი ნაღდი ქართული ხო ის გავიტანოთ და ვაჩვენოთ სოფლიო საზოგადოებას და მე მადლობა მინდა უთხრა World Octas იმიტომ რომ მათი დახმარებით გავაკეთეთ ეს ჩარჩი ჩვენ კომპანიების ჩართვა როგორ მოხდა ძალიან მარტივად გამოვაცხადეთ რომ ესეთ საქმე კეთება, ვისაც გაინტერესებს მოვბრძანდით და გავაკეთეთ. და ძირითადად რა სახის პროდუქციაზეა მაინც საუბარი? წარმოიდგინეთ ჩვენი წაღებული ქონდა გიორგი მე მგონი 150 საკმაოდ მრავალფეროვანი და ბადაგიდან დაწყებული, დამბალხაჭოთი დამთავრებული, აი პრაქტიკულად ყველაფერის უნიკალური ქონდა წაღებული, რაც ჩვენ გვაქვს. აი 124 სხვადასხვა ნაწარმი ხუმრობა არ არის. ინტერესი იყო? ინტერესი იყოს ეს სასტიკი თუ შეიძლება ესე ითქვას ჩურჩხელას დაჭრას რო ვიწყებთ დეგუსტაციისათვის 3 მეტრიანი დერეფანი იჭედებოდა მაშინვე ძალიან სიხარულოა რომ ეს იყო საერთაშორისო ექსპო თან და ჩვენთვისაც პირველი გამოცდილება იყო და კარგი იყო ის კომუნიკაცია ადამიანებთან პირისპირ კომუნიკაცია იქ არახს რო გასინჯავდა და სახე რო დაეცა თავად კომპანიის წარმომადგენლებსაც ეძლევა საშუალება რომ პირადად დაამყარონ თქვა კომუნიკაცია და გაიღრმავონ ეს ურთიერთობები გაიტანონ თავიანთი პროდუქცია უკვე საერთაშორისო ბაზარზე
სადაც კიდევ უფრო დიდი კონკურენციაა და მეტი გამოცდილებაა საჭირო. კი, აბა ჩვენ სერიოზულად მიუხედავთ იმისა, რომ კარგად ვემზადებით, ხო, ყოველთვის არის რაღაცას რომ აღმოაჩენ, რომ ეს ჯობდა უკეთესად გაგვეკეთებინა და მუდმივად ვითარდებით და თავარი არის რომ ჩვენ მუშაობთ პარტნიორებთან ერთად და მარტო არა ვართ და ძალიან ბევრი ადამიანი ამაში უკვე ჩართული. პრეზიდენტმაც კი კამპანია წამოიწყო, მოითხოვე ქართული. იქეთ ეკონომიკის სამინისტრომ გააფართოვა აწარმოეს საქართველოში ქართული ნაწარმის პოპულარიზების ელემენტებით. ჩვენი ჰეშტეგი ქართულია და კარგია, ჩვენი მოფიქრებული ჰეშტეგი ტრიალებს სტარტაპების გამოფენიდან დაწყებული, დამთავრებული ნებისმიერ ღონისძიების ჩათვლით, თუნდაც ძალიან მიხარია და მე ამაყება რომ აქამდე ხოჭერ სოციალური ქსელის კამპანიამაც დიდი როლი ითამაშა, არაერთი ადამიანი ჩაერთო და მიყიდე ქართული იყო შარშან დეკემბერში ჩვენ ეს მეხუთით გავაკეთეთ და დანარჩენი 4-ისგან ჭუა ვისწავლეთ, შეიძლება ესე ითქვას. როგორ შეიცვალა ნელ-ნელა დამოკიდებულება? აი ძალიან კარგი შეკითხვა არის. პირდაპირ გეტყვით ქართულ არა საქართველოში მაცხოვრებელ ადამიანების სულ უფრო და უფრო მეტი ნაწილი ინტერესდება ქართული ხარისხიანი ნაწარმით. მეორე, სადაც კი ქართული ხარისხიანი ნაწარმი გამოჩნდა, მაშინვე დაიტაცეს. მაგრამ პრობლემა მაინც რჩება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ იცნობს, რა კეთდება საქართველოში ხარისხიანი. და იმ კუთხით გვაქვს ძალიან სერიოზული სამუშაო ყველას. რა შეიძლება თქვა რომ გაკეთდეს ბატონგები თქვენს რომ ჩაერთოთ აი ცნობიერების გაზრდის ცნობადობის გაზრდის ისე და ისე რა თქმა უნდა ქართულმა ხალხმა უნდა იყიდეს ქართული პროდუქტი რომ ისე და ისე გააძლიეროს ქართული ეკონომიკა უფრო აი ბატონ ტარელის ინიციატივა რაც არის და ერთმანეთს გვერდში დაუდგებით უფრო მიზანდასახული იქნება და ეკონომიკურად უფრო გავძლიერდებით. ანუ რეკლამა უფრო ნაკლებია შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი მაინც რეკლამაზე აწყობს. არის, მაგრამ მან და არც მარტო პრობლემა არის ხელმისაწვდომობას პრობლემა, რომ გინდოდეთ დაუშვათ და აი დაინტერესდეთ, აი რა გვაქვს ქართული, ხო? შედიხარ სუპერმარკეტში 3 ლით უნდა ეწიო. აი ჩვენ სამხრეთ კორეაში რომ ვიყავით, შედიხარ სუპერმარკეტში 99% კორეული ნაწარმი დევს იქ. აი შემშურდა. ჩვენთან შედით აბა მარკეტში და სუპერმარკეტში. ჩვენთან რამდენიმეს თუ ნახავთ? აი თუ ნახავთ ისიც. მაგრამ თავარი მანდ რა არის იცით რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ. ჩვენ როცა მოვითხოვთ, აი მაგალითს გეტყვით ძალიან საინტერესოა. შარშან დეკემბერში, ხო აბა? შარშან დეკემბერში ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა არის მუშაობა საზოგადოებასთან, რომ მოდი გავზარდოთ მოთხოვნა ქართულ ხარისხიან ნაწარმზე. მერე უკვე მწარმოებლები თვითონ მოინდომებენ და ვინც უკეთესად მოინდომებს, ის მოიგებს. არის კონკრეტული დეტექტორები, საიდანაც ჩანს, რომ იზრდება ეს მოთხოვნა. მაგალითს გეტყვით ახლა დეკემბერში ჩავატარე ექსპერიმენტი. 1 წლით ადრე გლდანის ბაზარში თუ გაივლიდი, ხო, ერთი რიგი არის 60 მეტრიანი დაახლოებით. არც ერთ პროდუქტზე, ხო, კარტონზე რო აწერენ ხოლმე ფასებს. არც ერთ პროდუქტზე ქართული არ ეწერა. ეხლა დეკემბერში, სადღაც 16 თუ 17 დეკემბერი იქნებოდა რომ გავიარე, 17 ფოტო გადავიღე ქართული პომიდორიდან დაწყებული, ქართული კივით დამთავრებული. ანუ ქართული იყო სიტყვა წარწერა Z. ეს რას ნიშნავს, იცით რომ მე თქვენ გზანში სხვაგანაც რო გავსვით. სხვაგანაც მე უბრალოდ ერთი კონკრეტული ადგილი დავიჭირი. ანუ როცა გამყიდველი უთითებს რომ ეს არის ქართული, იმას თავის ეს არ მოაფიქრდება. ხალხი კითხულობს ქართულს და ამან მისაზიდად დააწერა ზემოდან ქართული. ეს უკვე არის კონკრეტული მანიშნებელი, რომ საზოგადოების ინტერესი ქართული ნაწარმის მიმართ გაზრდილია. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იმიტომ რომ იციან რომ უფრო მეტად ბიოლოგიურად სუფთაა და თქვა არ არის რაღაც შხამქიმიკატებით მოყვანა. ესეც არის ძალიან ბევრი მიზეზის მოყვანა. მე მახსოვს ბატონი გოგა იყო ჩანადირი თქვენთან სტუდიაში ამ თემებზე საუბრობდა და ძალიან ბევრი კარგი არგუმენტი თქვა მაშინ გოგამ და ერთ-ერთი მათგანი იყო აი მაგალითად ის რაც ქართული მიწიდან მოდის, ხო? იმას უფრო ადვილად იღებს და ითავისებს ჩვენი ორგანიზმი. რა თქმა უნდა. და მეწმუნეთ ახლა ხარისხიანი და ხარისხობრივია, მაგრამ ადაპტირებულია და აბა რა, ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს იმისა, რომ ქართული შევიძინოთ. მაგრამ პირველ რიგში მე პირადად ყოველთვის ვეუბნები, რომ აი მე მაქვს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, მე ვყიდულობ ქართულს და ვეუბნები სხვასაც, რომ აი მოდი თქვენც გააკეთეთ იგივე. ჩვენ ზუსტად დამოსაზრების გამო ახლა დეკემბერში დავაბეჭდეთ ეს სტიკერები, ეს არის მანქანისთვის. ვისაც აინტერესებს, ძალიან ბევრი დავარიგეთ უკვე და ბევრს აქვს გაკეთებული და ერთ-ერთმა მითხრა სხვათა შორის ამ ერთი კვირის უკან რომ ერთი 100 ადამიანი, სადღაც 2 თვეზე მეტია გასული მას შემდეგ 100 ადამიანმა მაინც კითხა ეს რა არისო. მე მინახავს ავტომანქანებზე უკვე. გვაქვს ესეთი მობილურისთვისაც, გვაქვს ლეპტოპისთვისაც, ასე რომ აი ნიშნულოვანია რომ ყველგან სადაც კი შეგვიძლია რომ ხაზი გაუსვათ, რომ აი ქართულს კი არ აი ბრმად არა
უბრალოდ როცა გვაქვს რაღაც ყიდვა გვინდა რაღაც, მოდი შევხედოთ, იქნებ ქართული გვაქვს ხარისხიანი, ხო? და კი ბატონო, თუ არა გვაქვს, მე სხვა გზა არ არის, მაშინ უნდა იყიდო იმპორტი. მით უმეტეს რაც გავიდა საერთაშორისო ბაზარზე, თუნდაც აი ბოლო პერიოდს რომ გადავუთვალე, ვიცით რომ წამყვან ქვეყნებში ნომერ პირველ ადგილს იკავებს მაინც ბიოპროდუქტები და ორგანული პროდუქტები და აი ამ ყველაფერთან გვაქვს ეს პოტენციალი, მთავარია რომ იყოს ინტერესი და ინტერესი იყოს და არა იცით რა ინტერესიც არ კმარა მხოლოდ, მაგრამ ამოსავალი დღეს ბაზარზე მეფე არის მომხმარებელი. თუ ჩვენ მოვინდომებთ და თუ ჩვენ მოვიკითხავთ დაახლის მე პატრონეთს მიიტანს იქ ქართულ ნაწარმს და მე უკვე წარმოებასაც გავუჩნდება мотиваცია რომ ან გაზარდოს წარმოება ან დაიწყოს რაღაცის წარმოება. ეს არის ჯაჭვური პროცესი და ყველაფერი იწყება ჩვენით. აი აქ ყოფი ადამიანებით, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, იმას უზრუნველყოფს ბაზარი. ცხადია ეს ერთ-ერთი და პირდაპირ და მოკლე დროში არ ხდება, მაგრამ ჩვენით იწყება რეალურად. აი ეს ქსელი რა შეეხმარება უშუალოდ მწარმოებელს? ქსელი გულისხმობთ World Doctor-ს, ხო? მოდი ამაზე თვითონ გიორგი ვთქვა. World Doctor, როგორც მოგეხსენათ, არის კორეული კომპანია. World Doctor-მ ძირითადად იზრუნა შაშან, რომ ქართულ კუთხე, ყველაზე დიდი კუთხე ქონდა ჩვენ, 50 კვადრატული, სრულად უზრუნველყო ჩვენი დაფინანსება, ქართული კომპანიების პროდუქტები წავიღეთ სრულად უფასოდ, შეგვინახეს ყველაფერი და ძალიან კარგად მოაბეს თავი ამ ყველაფერს World Doctor-მ. მომავალში თქვათ კიდევ რა იგეგმება თქვენი თანამშრომლობით და მომავალში წელს ოქტომბერში ისევ გაიმართება ეს ექსპო და წელსაც გვინდა რომ ქართული პროდუქტი გავიტანოთ, კიდევ უფრო გავაცნოთ კორეულ მოქალაქეებს. ალბათ ექნება მათ ვინც მიიღეს უკვე მონაწილეობა, ხალხური რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულად წარსულები კომპანიები კომპანიები დაინტერესდებიან და უფრო მეტ პროდუქტს მოგვაწვდიან ან თვითონ წამოვლენ ჩვენთან ერთად და ნახოთ რა იქნება. გარდა ამ ღონისძიებისა, კიდევ რა გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში? აი, ეხლა გეტყვით, მთელი 3 თვეა მუშაობთ საექსპორტო კატალოგზე. საექსპორტო კატალოგი, როგორც ბეჭდური ქართული და ბეჭდური ინგლისური ვარიანტი, ასევე ინტერნეტ ვერსიები. გუშინ ჩავაბარეთ სტამბას ფაილები, სადღაც აი 10 დღე 2 კვირის განმავლობაში გვეგმავთ უკვე პრეზენტაციას. და რა გვაქვს კატალოგში? პირველ რიგში აქ გვაქვს ქართული წარმოებები, მათი ბრენდები, მათი პროდუქცია თავისი სურათებით, აღწერილობით და საკონტაქტო ინფორმაციით. ამ კატალოგს ჩვენ ელვისის სწრაფით მოვდებთ მთელ მსოფლიოში, საქართველოს საელჩოებიდან დაწყებული, საზღვარგარეთ დამთავრებული ქვეყნის შიგნით, ასე ვთქვათ, აი, როგორც ელექტრონულ ვარიანტებს, ასევე ფურცლოვან ვარიანტებს და ამას აქვს ერთი ძალიან კონკრეტული მიზანი. დაინახოს ყველამ რა არის საქართველოში ისეთი წარმოებული ნაწარმი, ოღონდ კი არ წაიკითხოს ტექსტი, არამედ დაინახოს, სურათიც იქ გვიდებს. აი, მაგალითად, ჩურჩხელა არის, ხო? სურათიც არის და აღწერაც. ხვდებით, ჯავშან ჟილეტიც კი არის თავისი სურათი და აღწერით. ქართული შამპუნიც კი გვაქვს თავისი სურათი და აღწერით. ისეთი რაღაცები, აი პირდაპირ გეტყვი, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ყვა ჩამოუვარდეს. ჩვენ ზუსტად ეს გვინდოდა, რომ იქ ყოფილიყო სურათიც და აღწერას. 509 ჩანაწერი გვაქვს თავისი სურათითა და თავისი აღწერით პლუს საკონტაქტო ინფორმაციით. ასე რომ დაუშვათ ეს ფაილი მივიდა ქართველს სადღაც კანადაში, ხო? მას შეუძლია პირდაპირ აიღოს ტელეფონი, დაურეკოს მწარმოებელს და შეუკვეთოს პროდუქცია. აი ეგ ძალიან მარტივი სქემა მინდოდა რომ ყოფილიყო და ძალიან მიხარია რომ 54 კომპანია ყავს ახლა ჩვენ წარმოდგენილი თავისი პროდუქციით აი ამ კატალოგში. აი ეს არის ზუსტად ჩვენი პირველი ახლა აი ეს 2 კვირის მაქსიმუმი. ონლაინ შეკვეთებთან დაკავშირებით საინტერესოა ეს კულტურა ნელ-ნელა შემოვიდა ჩვენთან, მაგრამ არც დიდად არ არის დაგეგმილი ალბათ. დიდად არა, იმიტომ რომ ძვირია მაინც ტრანსპორტირება, აძვირებს. თან მაინც მომხმარებელს პირდაპირ ვიტყვი რომ ბევრს დაუგროვდა ცუდი გამოცდილება და როცა ერთხელ დაგიგროვდა ადამიანს ცუდი გამოცდილება, მეორეჯერ ცოტა გიჭირს გარისკო. საკმაოდ რთულია. თუმცა ნელა-ნელა მაინც ვითარდება. საინტერესოა რა საერთაშორისო გამოცდილება არსებობს, აი თქვათ ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციის კუთხით. აი ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხო? ესე იგი იმდენი გახარება, მე რამდენი ესე მესიჯი მომსვლია, რომ ეს იმას ლაპარაკობს, რასაც თქვენი ძახით. ანუ აი buy local არის ესეთი კამპანია მთელ მსოფლიოში და ამერიკის ძალიან ბევრ შტატში ეს არის ქუხს ისეთი კამპანია. არა მხოლოდ ამერიკაში, მე ვიცი მსოფლიოში რა ხდება, ზიმბაბვედან დაწყებული, ავსტრალიით დამთავრებული
და ძალიან ბევრი ხვდება იმას, რომ ადგილობრივი წარმოება ეს არის ბურჯი ყველაფრის და აქ იქნება რეალურად დოვლათი. და არის სპეციალიზებული კომპანიები, რომელიც ზოგი ფერმერული პროდუქციის პოპულარიზებას ახდენს, ზოგი ნებისმიერი ოღონდ შიგნით იყოს ნაწარმოები ქვეყანაში. ანუ მთელ მსოფლიოში ხდება ეს პროცესი. და ამით ჩვენ უნიკალურები არა ვართ, მაგრამ ჩვენი უნიკალობა იმაში არის, რომ ჩვენ ბრენდი შევქმნით, კარჯი, ჩვენ სისტემატურად ვაკეთებთ ამას უკვე 2 წელზე მეტი ხანია ყოველდღიურად, ჩვენ ავითარებთ პირველ რიგში ცნობადობა საზოგადოებაში, რა თქმა უნდა თანამშრომლობთ წარმოებლებთან, რა თქმა უნდა სახელმწიფო სტრუქტურებთანაც თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა ასოციაციებთანაც, როგორც საზღვარგარეთ, ვინც მუშაობს ასევე ქვეყნის შიგნით, ჩვენი ამოცანა არის მიდის იმისკენ, რომ ეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის გულში ხდებოდეს და ხელისმიერ კეთდებოდეს. ხო და დანარჩენი ხა რა ტაქტიკას მიმართავთ, თავარ მიზანი რჩება უცვლელი. კეთილი. დასასრულისკენ იქნება ყველაზე მთავარი გზავნილები საზოგადოებისთვის, რასაც თქვათ ვეტყოდით ჩვენი გადაცემიდან. მე ვყიდულობ ქართულს, ნუ ეს გასაგებია და ჩემიდან დავიწყებ. მე მიმართავ ყველა კომპანიას, რა თქმა უნდა, ჩაერთონ სრულიად, რომ თავიანთი პროდუქტი საექსპორტოდ გაამზადონ და რაც უფრო კარგ ხარისხს გაუშვებენ საექსპორტოდ, უფრო ჩვენთვის კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ყველაფერი კარგად იქნება. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც უკვე ერთხელ ვთქვი თქვენს ეთერში, ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი. იმიტომ რომ როცა ამ ქმედებას ვაკეთებთ ყოველდღიურად, ჩვენ ვასაქმებთ საქართველოს მოქალაქეს, ჩვენ ვაძლიერებთ ქართულ ბიზნესს და ჩვენ ვაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ზუსტად ის, რაც არის ერთადერთი რეალური გზა ქვეყნის წისვლისკენ. ძალიან დიდი მადლობა, მაშინ აი ამ გზავნილებით დავასრულოთ დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ვემსახუროთ და არაერთი სტუმარი გვყავს ხოლმე ამ კუთხით, რომლებიც მოდიან თავიანთ ნამუშევრებს, თავიანთ შემოქმედება იქნება თუ სხვადასხვა წარმოებამ წარადგენენ და გვესაუბრებიან ხოლმე. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მაგწერებთ გადაცემას მესამე ნაწილი გვარის წინ ნოტარიუსთა ვალდის თავმჯდომარე შემოგვიერთდება გადაცემის მესამე ნაწილში.